საზოგადოება უნდა გაერთიანდეს, იმიტომ რომ თუ არ იქნება საზოგადოების თანადგომა და ყველა მოქალაქე არ გამოიჩენს იმ გულისხმიერებას და ესე იგი მაქსიმალურად არ აღმოუჩენს დახმარებას პოლიციას, მარტო პოლიციის ძალების ესე იგი დამყარებები თითქმის დამონტაჟდება ყველა მანქანაში, ესე რომ ვთქვათ, ყველა საპატრულო მანქანაში და იქნება ხელის რაციები, რომლებიც ისიც ამოიღე, რა ქვია. ისიც ამოიღება სტაციონარი, ნახოთ რა როგორი. სტაციონარი გახდება. მეორე მაშინ. მეორე მაშინ. ხელის აღგები. გარგებია, ნახე. ეს მაქსიმალურად ცდილობს ასევე დაუშვათ ის მოქალაქეები, პარტიები, მოძრაობები მაქსიმალურად ეხმარებიან. სხვა შორის კი საზოგადოება მისცოდეს, რომ დაუშვათ ნელ-ნელა უკვე პოლიცია ხო, კარგია. ერთსა მე ხო, რომ პოლიციას უკვე აქვს ყველა ის საშუალება, რომელიც დაუშვათ მისცემს უკვე მე არ ვიცი ახლა არის თქვათ რას დაპირდებიან დაუშვათ მეგობრები, მე იმიტომ მოვედი რომ მინდა მადლობა გადაუხადო. მადლობა გადაუხადო. ეს მოვალეობა არის მათი, ვალდებულება ყველა მოქალაქის და ყველა ორგანიზაციის და ვთვლი რომ აი ამ გადამცემის საშუალებებით იქნება ალბათ დაუშვათ ბლოკში შემავალი პარტიების ხელმძღვანელები, რომლებმაც სხვათა შორის შეეძლოთ ახლა რეკლამები და თქვათ რეკლამებში ან დაუშვათ ისიც კი აუცილებელია, მაგრამ მაინც გადაწყვიტეს რომ აი ესეთი დახმარება გაეწიათ. აი ესეთი დახმარება დაუშვათ გაეწიათ პოლიციისას. სხვა შორის მინდა გითხრათ რომ ახლა მინდა ხოლო იგივე დაუშვათ ვისაც გული შეგვივა ქალაქში და ისეთი დახმარება იმაზე რომ საქართველოში შიდა ქართლში იყოს და სტაბილური მდგომარეობა იყოს ალბათ
უსაფრთხოება დაცული მოსახლეობისას, იქნება ის ხოშურის აი გორის განვითარების კონტროლი, იქნება წამახალისებელი რაღაცა ჩავატაროთ ესეთი რომ თანხა იყოს გადახდილი თქვათ ნუ ესე იგი ფულად სიდუები დაწესდეს ოპერატიულ სამხედრო ღონისძიებებს ალბათ დააკავებენ გორონოქმედებს გაეხმარებიან მოსახლეობას დაუშვათ გახურდალი ნივთების დაბრუნებაში და ალბათ აი ნახეთ შეიძლება ქართულში რაც მოხდა გავიდა პოლიცია იმუშავა და სხვა შორის არის ახლა ინფორმაციები ალბათ დაიხსნება ამ დღეებში ეს დაუშვათ საკუთარი ფუნდები იქნება ნაბიჯი და დაიწყოს სასამართლოა თუ პროკურატურაა თუ ყველა სამართალდამცავი ალბათ ხალხი ამოგიდგეს და ვთვლი რომ ყველა მიიღოს ის საჭირო ელემენტი რომელსაც იმსახურებს. ნუ დანარჩენი ახლა იცით რომ შიდა ქართლის კონფლიქტის ზონას აი კონფლიქტის ზონა არის ჩვენს რეგიონში ამიტომ თუ სხვაგან ალბათ მუშაობა არის რა თქმა უნდა საჭირო ჩვენშოვა. და ამიტომ მე მინდა ვთქვათ რომ ეს ყველაფერი ერთად როგორც პოლიცია, მისე საზოგადოება, მისე პრესის წარმომადგენლებმა ჩვენი თავი და ჩვენი საზოგადოება დავიწყოთ პროცესს. ეხლა ალბათ მოусმინოთ ბატონ ალიკოს მოусმინოთ ჩემს აი ბატონი მერაბი არის აქ და ასევე არის წარმომადგენლები ძენდებიან მოусმინოთ და მე შესაძლოა აი ბატონი გია გურვასი მადლობთ ასეთი მართლა დიდი საჩუქრისთვის მიგომაის ის საზოგადოებაში შიდა ეს გამარჯვებით უკვე ზოგადად მოხდება ისე გადაცემების სადღაც საშუალებებში ჩააყენება, ჩამონტაჟება, რომლებიც მოზგაურის სახის ვერებაში აკეთებენ აკრებასა და მოძრაობას, რომელიც საშუალებას მისცემს როგორც პრესტა ოპერატიული ენერგიების. ეს იდეა აღნიშნულ ალბათ შინაგანსაკუთრების სამსახურს ეს საგმოდგარ შესაძლებლობას შესაძლებლობას ერთის თვითონ Sınavsız garibinin başı dinahı narko, buş, akademikliğe uğraşsamdı sevgili kardeşlerimiz şimdi ki hakikaten aslımızda bir yeterli aslında saçmalık bilen olur ama çelimiz normal çatıran bir şekilde almış olduğumuz saçmalık dedi bunu tehlikede bunlar bu sektörde bileceğiz რამდენად მნიშვნელოვანია მე ახლა უფრო მეტად იცით რამდენად მნიშვნელოვანია რომ თქვენთვის საჭირო იყო დავუშვათ აი ეს გადაცემის საშუალება ესე ქვია რადიო გადაცემის საშუალება ქართულად რაციები ქართულად რადიო გადაცემის საშუალება ახლა როგორ ვაპირებთ ბატონ ვალიკო ეს ალბათ რეგიონებს დაურიგებს თუ როგორ ეს გადაცემა რაიონებს თავისთავად შეუყვარდა ორი უფრო რა თქმა უნდა ყველა თანხმობის გადაცემა იმის და ხელი შეუწყო პოლიციას მაქსიმალურად რომ ქალაქში დაამყაროს წესი. ერთი რამ მინდა გითხრათ რა. აი მოდი თქვათ ერთი რამ. ვინ იქნება, მე ვიქნები თუ სხვა იქნება, ჩემი ახლობელი თუ ჩემი თანამშრომელი თუ თქვენი თანამშრომელი, ნებისმიერი სამსახურის წარმომადგენელი, მოდი თქვათ რომ კანონი და ის წესრიგი ყველას უშინდით, იცით თქვენ კარგის ახლზე უკან ჩამოსული დაუშვათ უცხოელების მანქანით გაფორმებას ცდილობდნენ. და მიიმარჯვენ იმში. ისინი ფეხით არ გარბიან, კაცო. ისინი მანქანით გადიან, იქ გამნახავია, აუცილებლად ვიღაცა არის მოწმე, რომელიც უნდა გამოგადგეს, ამიტომ ძალიან რთულია ტელევიზია ამის მოდი რაღაცა ხდება, ამიტომ ძალიან რთულია. პოლიცია უნდა იყოს ვალდებულება საზოგადოების წინაშე. ვისაც არ მოსწონს ის პირობები, სამუშაო პირობები, რაც პოლიციაში არის, ახალი ესე იგი ეშლება სხვა გარემოებების უნდა დაწეროს განცხადება და წავიდეს სამსახურიდან. არის ძალიან ბევრი ახალგაზრდა, რომელიც მონდომებულია. ჩემთან ძალიან ბევრი შემოდია განცხადებით.
დავამთავრე დაუშვათ პოლიციის დამთავრებელი და ყველაფერს არ აკეთებ მაქსიმალურად დღე-დღე გააცნო საზოგადოებრივი წესრიგი იყო და უსაფრთხოება იყო განსხვავებული მოსახლეობისა უნდა თქვენ თვითონ ალბათ ჯერ დაღვაწინე მიეცით მე სამსახურიდან დაუდგე ის აუცილებელი რაც არის აღსანიშნავება დააწერეთ და გაუშვით პარალელურად არ გავუშვით მე მაგალითად გეტყვით ერთ რამეს რა ვერ ვივლი ყოველდღე გადაერთით მაგსაკი ეხლა რო არ მეთქვა არ შეიძლებოდა ეხლა ისია ჩამეთვალოთ მე რომ დავუშვათ მე ნამდვილად ეხლა არანაირ აგიტაციას და პროპაგანდას არ ვეძვი უბრალოდ მე გავწევ ყოველთვის იმის აგიტაციას და პროპაგანდას ეს იგი არის დასაბამი საზოგადოება მაქსიმალურად უნდა გავიქცე მე თვითონ აი გეუბნები დღე ძალიან ბევრი საქმეა მაგრამ ეხლა შეხვედრა დავუშვათ თქვენთან ერთად ღამის საათებში მაშინ თქვენ უნდა გამოვიდეთ ამ საფუძვლზე ჩვენ შევავოთ მაშინ პოლიტიკა მე პირველ რიგში დავუშვათ რა თქმა უნდა ამინა საერთოდ საერთაშორისო თემაში შემოგვიყვება მაგრამ მაშინ უნდა ვთქვათ რომ ქალაქში ისეთ რო არის გამოიწვია ძალიან ისეთი მოახლოვდა არჩევნები აქ არის დეპუტატი ასევე კანდიდატი დეპუტატობის მაჟორიტარული კანდიდატი მაგრამ ერთი რამე მინდა გითხრათ პოლიცია მაქსიმალურად უნდა ეცადოს და მათ ყველაფერს უნდა გავაკეთოთ იმისათვის რომ ჩატარდეს არჩევნები სამართლიანად ჩატარდეს არჩევნები ყველანაირად სამართლიანად ყველა გეუბნებით ჩვენ ვიღავით რამოდენიმე დღის წინ პრეზიდენტთან ჩატარდა თათბირი და მოთხოვნა იყო პირდაპირ რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს ყველანაირი წესებით დაცილდეს სამართლიანად მოსახლეობა ფერდებს საშუალებას პოლიციის მუშაობას მარტო არჩევნებს ორი ნოემბრის მერე ცხოვრება უნდა გაგრძელდეს და საზოგადოება უნდა რამენაირადმე დათანხმდეს და ერთი რამე მინდა ვთქვათ პოლიციას ჩვენ მაგალითად ვერავინ ვერ უარყოფთ აი ახაც არის ახლა ფაქტი რომ სინათლე შეიძლება ითქვას გრაფიკის მართალია მაგრამ შედარებით უკეთესად მოგოწოდება სხვა რეგიონებთან შედარებით იმიტომ რომ სხვა საზოგადოება მიხვდა რომ უნდა გადაიხადოს ელექტრონიკის გადასახადი მაგრამ მინდა გითხრათ რომ ბევრი რეგიონი იცის მაგრამ არ არის ფორმალურად ლიბერალიზაცია კანონის აქტიურად იცის ახლა დღეს როგორი პოლიციას მაგრამ არატრადიციული იყო სხვა მეთოდები მუშაობის ახლა ფაქტიურად სულ ახალი სტილია მოქმედების და მუშაობის მაგრამ რა ვქნა პარალელურად თან კანონთან დაუშვათ მიმართებაში რაც დაუშვათ თქვენთვის საჭიროდ იქნება შევითანოთ გარკვეული საკუთრად რომელიც უნდა დაუპირისპირდეს თქვენი სიტყვიდან დამნაშავებასთან ბრძოლას ეს გაგრძელდება ეს არ იქნება ფაქტიურად ეს მიიღებს სისტემატიურ სახეს იმიტომ რომ კანონების ლიბერალიზაციის პროცესს ჩვენ დაუპირისპირებთ რაღაც გარკვეული ძალა იმ დროებიდან რომ დამნაშავების წინააღმდეგ და საზოგადოება მიღებდა იყოს დაცული რეალიზაციის იბადობა მე ვთვლი რომ ყველა ორგანიზაცია რომელიც კი არის შიდა ქართლში და სხვა შორის ვისაც აქვს საშუალება დღეს პოლიციას დახმარება ჯერ ავტომობილები გადაეცეთ თქვენ სულუქი ავტომობილები საპატრულო დანიშნულებისათვის დღეისათვის ეს რადიო გადამცემის საშუალებები და მინდა გითხრათ ძალიან დიდი მნიშვნელობა ძალიან იმიტომ რომ მოხდეს რაც შეიძლება სწრაფად ქალაქის გადაფარვა ესე რომ ვთქვათ და დამნაშავეობის პრობლემა უფრო გააქტიურდეს მე ვთვლი რომ პოლიციას უნდა შეუქმნას მაქსიმალური პირობები როგორც მატერიალურ-ტექნიკური ბაზით ისე საზოგადოებას ხარი უნდა დაუჭირო რომ რამენაირადმე ალბათ შევინარჩუნოთ წესრიგი და უსაფრთხოება მოსახლეობის აიღოს საწოლი. პირველ რიგში მინდა დიდი მადლობა გადაუხადო იმისათვის რომ პოლიციას ჰქონდეს ის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა რომელიც საშუალებას მისცემს რეგიონში დაამყაროს წესრიგი და მოსახლეობა იყოს დაცული. იცით რომ გახშირდა ავტომანქანების გატაცება, გახშირდა საქონლის ქურდობა, ასევე ყაჩაღობის ფაქტები გვაქვს, ამიტომ რათაც არ უნდა დაგვიждდეს, ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევძლოთ რომ გამოვასწოროთ მდგომარეობა. და ამ საქმეში ვფიქრობ პოლიციას მხარდაჭერა ჭირდება
თქვენი თვით რომ გორის განვითარების ფონდმა რამოდენიმე ალბათ ხნის წინ 2 ავტომანქანა გადასცა საჩუქრად. ეხლა სწორედ ბლოკმა ახალი საქართველოსათვის წარმომადგენლებმა და რამოდენიმე ორგანიზაციამ სხვა შორის შეძლეს და ესეთი თანამედროვე ტიპის რადიოგადამცემის საშუალებები გადასცეს სამხარეო პოლიციას და ალბათ გადანაწილება შემდეგ რაიონებზე. და ვთვლი რომ ამასთან ერთად საზოგადოება მაქსიმალურად უნდა დაუდგეს პოლიციას მხარში. მე გულისხმობ რომ უნდა ჩამოყალიბდეს აუცილებლად მესამე პირის მოწმის ინსტიტუტი და აი ერთად ყველა უნდა შევძლოთ რომ რამენაირად მე დავიცვათ წესრიგი და ჩვენი საზოგადოება დასული იყოს მაქსიმალურად აი ბოროტ მოქმედებისაგან და თვლით აი იმ ფაქტებისაგან რომელიც დღეისათვის ხდება. ამაში რა თქმა უნდა მე გთხოვთ რომ საინფორმაციო საშუალებებმაც მაქსიმალურად ალბათ მხარი უნდა დაუჭიროთ პოლიციას, იმიტომ რომ მე მგონი თქვენც და მთელ საზოგადოებას სჭირდება ალბათ დაცვა და საერთოდ რომ წესრიგი იყოს ქვეყანაში და შიდა ქართლში. მოგებას მოხდი საჩუქრის ინიციატორებს ეს გახლავთ ის ტექნიკური საშუალება, რომელიც პოლიციას დაეხმარება დამნაშავების წინააღმდეგ ეფექტურ ბრძოლაში. ხედელობაში საფრიაგირება მოხდა დანაშაულზე და პოპულარული ღონისძიებების გატარება. ეს ბატონმა გუბერნატორმაც აღნიშნა, რომ დაგვეხმარება უფრო ჩვენ ოპერატიულ მუშაობაში. გადავკეტავთ რაიონს და ქალაქს, უფრო მობილური ჯგუფები გახდება ამით და კავშირის საშუალებებია ყველაფერი და ტექნიკაც მოგწეს ამას წინა. ისე უნდა გითხრათ უკვე, რომ ალბათ საზოგადოებამაც და ხალხმაც იწამა უკვე იმ პოლიციის, რომელიც მუშაობს დღე და ღამე და ჩვენ არ ვზოგავთ ძალას და ენერგიას, მაგრამ მივაღწევთ შედეგს დამარცხმუნად რა. Thank you.